92 წლის ელდარ შენგელაია. ადამიანი, რომელმაც ქართული კინო ახალი ეპოქისკენ წაიყვანა. დიდობის პანთეონში დღეს დაკრძალეს. ლეგენდარული რეჟისორის სამოქალაქო პანაშვიძე სიონის ტაძარში შეიკრიბნენ კულტურული ელიტის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები. შენგელაია 4 აგვისტოს გარდაიცვალა. ელდარმა ფილმის და კინოთი შექმნა იმ ოცნებების ასრულება, ფრენის და ვერტიკალურობის, მოდი ასე ვთქვათ, განზომილება, როდესაც ამბობს, რომ სიყვარული ეს არის ვერტიკალური და ბრუნვადი და ამ დროს მისი ყველა გმირი ოცნებობს გაფრენაზე, ყველა გმირი ოცნებობს რაღაც ახლის აღმოჩენაზე, თუნდაც ის ბოლო კადრი, არაჩვეულებრივ გამოფენაში მე ამისგან გავაკეთებ აი ამას, როცა ეს ახალგაზრდა ბიჭი რაღაც ანგელოზი ესე მიფრინავს და თუნდაც შერეკილები. იცით რა ბატონთან მე არა მარტო შემოქმედებითი ურთიერთობა მაქვს, ოჯახთან ვარ ძალიან ახლოს და ჩვენთვის ეს იყო ძალიან მოულოდნელი, ძალიან ტრაგიკული და ვფიქრობ, რომ ქართულმა და არა მარტო ქართულმა მსოფლიო კინემატოგრაფიამ ერთ-ერთი ძალიან დიდი რეჟისორი დაკარგა. უდიდესი ადამიანი დაკარგა საქართველოს. ელდარ შენგელაიას სახით უდიდესი შემოქმედი, უდიდესი პატრიოტი. მან მისი ცხოვრების განმავლობაში ეს ბევრჯერ დაამტკიცა და დღეიდან იწყება სხვა ცხოვრება. მისი შემოქმედების სიცოცხლე იწყება დღეიდან, რომელიც უკვე მის ცხოვრებაშივე იყო აღიარებული, მაგრამ დღეიდან მაინც სხვა აღიარება იქნება ამას ყველაფერს. თანამედროვეობის ყველაფერი ნათელი, კარგი, სიკეთის და ყველაფერი საუკეთესო ქართული სიმბოლო იყო ელდარ შენგელაია და მთელი მისი შემოქმედება. რასაკვირველია, რომ ჩვენ ყველანი დღეს ჭირის უფლები ვართ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დანაკარგია და მით უმეტეს ჩვენთვის ადამიანებისთვის, ვისაც წილად გვხვდა, რომ ისი ან საიუბილეო საღამოები გვეკეთებინა, ან მასთან კონტაქტი გქონოდა პირადი და მის ოჯახთან და რა ვიცი, ჩვენ ამ ტრადიციებზე გავიზარდეთ და ბედნიერებაა, რომ საქართველოს ყავდა ელდარ შენგელაია და ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორ დიდიეთ ყებიგიუქს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო მდგრადი განვითარების მიზნები და ორგანიზაციის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესში. გერმანიის ელჩი ცხოვრობს ბინაში, რომელიც მამუკა ხაზარაცის დეკლარაციაში არ არის სასახული. დეკლარაციაში შესაძლო დარღვევების ფაქტზე ანტიკორუფციული ბიურო მოკვლევას იწყებს. საუბარია იმაზე, ემთხვევა თუ არა ლელოს ლიდერის ქონებრივი ინფორმაცია საჯარო რეალობას. ანტიკორუფციის მოკვლევა ადასტურებს იმას, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ბრძოლის, ეშინია პოლიტიკური ბრძოლის, ჩვენ ძლიერმა საქართველოს გამოვაცხადეთ პოლიტიკური ბრძოლა და ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ბრძოლა არ იყოს წარმატებული. ეს არის ლეგიტიმაციის გარეშე მყოფი რეჟიმის შიში, მეტი არაფერი. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას ცდილობს ორი ჩიტი მოკლას. ერთი მხრივ თავს ესხმის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, მეორე მხრივ ქვეყნის შიდა ფრონტზე თავს ესხმის ძლიერ საქართველოს, რომელსაც ის აღიქვამს აშკარად მთავარ სამიზნედ. ოპოზიციაში მყოფი ადამიანები არ არიან ხელისუფლებაში. ანტიკორუფციული ბიურო რომ იყოს ნამდვილად ანტიკორუფციული ბიურო და არ იყვნენ ბიზნეს მოღალატური ბანდის მონები და რუსეთის მეხუთე კოლონის მსახურები, მაშინ ისინი პირველ ყოვლისა თავის საქმით დაკავდებოდნენ და ვინც ხელისუფლებაშია, იმათ კრიმინალურ და კორუფციულ საქმეებს გამოიძიებდნენ, იმიტომ რომ კორუფციის დეფინიცია თუ იცით, რაც არის, კორუფცია არის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი გამორჩენის და სარგებლის ან გარკვეული სიკეთის მიღების მიზნით. ამიტომ ჯერ კორუფცია და უბედურება საქართველოს ღალატი და საქართველოს ბიუჯეტისა და ეკონომიკის გადარცვა მოიკითხონ საქართველოს მთავრობაში და არა ეძებონ ოპოზიციის რიგებში. რაჟდენ კუპრაშვილი არის ქართული ოცნების ინსტრუმენტი პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, მათ შორის ლელოს, ახალის, რა ვიცი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გახარიას პარტიის, ყველა პარტიის წინააღმდეგ არის ინსტრუმენტი და როგორც კითხვა გავიგე ადრესატიდან deep state-ის ნაწილიც ყოფილა. დადასტურებულად ვიცით, რომ ეს ადამიანი იბრძვის
პოლიტიკაში და საკუთარ თავს პოლიტიკოს უწოდებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ჯიბე გაისქელოს და როდესაც ასეთ მხილებული ადამიანი ამდენ პოლიტიკურ თუ პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული ადამიანი, რომ კონკრეტულად ერთ გარიგებას არ ასახავს თავის დეკლარაციაში, ეს გასაკვირი საერთოდ არ არის. შესაბამისად, ახლა ანტიკორუფციული ბიურო იმიჯერებს საკონსულო საკითხთან დაკავშირებით, გამოიკლოს ყველა მასალას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. აქ მთავარი ის კი არ არის, რომ შეიტანა თუ არა თუ არ შეიტანა მამუკა ხაზარაძემ დეკლარაციაში კონკრეტული იჯარი ხელშეკრულება და აქედან მიღებული შემოსავლები და გადაიხადა თუ არა თუნდაც გადასახადები, იმიტომ რომ ის ადამიანი რომ საერთოდ საქართველოს კანონმდებლობას რომ არ ცნობს და რომ არ სწამს პატივს, ესეც არ ახალია. დაძაბულობა დედაქალაქის ცენტრში ლელოს ერთ-ერთი ლიდერის გრიგორ გეგელიეს გამოჩენა მზე ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე ხმაურით დასრულდა. განსხვავებული აზრის გამო აზრობრივი დაპირისპირება არათუ მისაღებია, არამედ აუცილებელია. მით უმეტეს, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ახდენს აი ამ რეჟიმის ერთგვარ ლეგიტიმაციას, როდესაც მზად არის, რომ მის თამაში მიიღოს მონაწილეობა, ანუ მიიღოს მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. რუსული სპეცოპერაცია არანაირად არ შეიძლება იყოს ჩათვლილი რაღაცა ბრძოლაში ყოფნად. ეს არის ბრძოლაში ყოფნა კი არა, ქოცების თამაში ყოფნა. ამიტომ ქოცების თამაში ვინც შევა და რუსულ სპეცოპერაციაში ვინც შევა, ბუნებრივია საზოგადოების მხრიდან მიიღებს იმ ადეკვატურ პასუხს, რასაც იმსახურებს. ზოგადად დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ, ბუნებრივია და ძალადობის წინააღმდეგი ვარ და რა ვიცი, ყველას მინდა ვთხოვო, რომ ძალადობისგან ბუნებრივია ყველა მაუცებოდ და შეიკავოს თავი. ვიღაც ადამიანებს ბუნებრივად აქვთ რეაქცია, ცუდი რეაქცია იმაზე, რომ ვიღაცებმა თქვენს, რომ რაღაცა ბრძოლის ხაზი ახლა უნდა შეიცვალოს და რაღაცა თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეთ ქართულ ოცნებასთან, ხოლო სამწუხაროდ ამას მოყვა, როგორც ჩანს, ის რეაქციები, რაც მოყვა. რადგანაც არ უნდა განსხვავებული აზრი ქონდეთ ადამიანებს ჩვენგან, ჩვენ უნდა შევძლოთ კოოპერაცია. ღამის საათებში სპეცოპერაციები თბილისსა და რამდენიმე რეგიონში სამართალდამცავებმა 53 პირი დააკავეს. განსაკუთრებული ყურადღება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაამახვილდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით. ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულების მიერ მითებული ადგილებიდან დაკავებულების პირადი ავტომანქანებისა და საცხოვრებლების სახლების ჩხრეკისას ნივთკისების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის იყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციებს, სოციალურ ქსელებსა და ასევე ხელიდან ხელში გადაცემის პრინციპს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული და აუდიო ვიდეო ჩაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში ინტენსიურად აგრძელებენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი დღეს მიაგეს. მათ დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათი განცხადებით, საქართველოს გმირებს ვერავინ დააკნინებს და მებრძოლთა სულების პატივსაცემად ბოლომდე იბრძოლებენ. ძალიან კარგად არის ცნობილი და ეს დაამტკიცა ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ისე როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომ ომი დაიწყო მაშინ, როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და არასოდეს გახდებოდა ომის დაწყების თარიღი სადავო, რომ არა ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს სამწუხაროდ მართავს მოღალატეობრივი არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თარიღს იმ მიზნით, რომ შემდგომ საკუთარ ქვეყანას, იმდროინდელ უმაღლეს მთავარსარდალს, საკუთარ ხალხს და სახელმწიფოს დააბრალოს ომის დაწყება. მთელი მსოფლიო და ქართველი ხალხი 7 აგვისტოს აღიარებს თარიღად, რომელს დროსაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორიული საზღვრები და თავს დაესხნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და განიზრახეს საქართველოს ოკუპაცია.
ის ვინც არ აღიარებს საქართველოს ოკუპაციის ოფიციალური ოკუპაციის თარიღად 7 აგვისტოს ეს არის მათი პრობლემა. ყველა მნიშვნელოვან და სამშობლოსთვის ღირებულ საკითხში ოცნებას აქვს რაღაც საკუთარი თითქოს ორიგინალური დამოკიდებულებები, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით, როდის დაიწყო აგვისტოს ომი, როდის გადაწყვიტა რუსეთის იმპერიამ საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს განადგურების მცდელობა, ამიტომ ჩვენ დღეს მოვედით 7 აგვისტო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერი ძლიერდება, სოფლების ნაწილი უკვე დასახლებისთვის საშიში ხდება. მერის ინფორმაციით მდინარე ყანვერას ხეობის ჩაკეტვის რეალური საფრთხე არსებობს, ზონიდან მოსახლეობის გაყვანა კი დაწყებულია. ნაწილი ქირით, ნაწილი ალტერნატიულ საცხოვრებელში გადადის.